სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ბიბლია ყოველდღე მოგესალმებით, მეგობრებო. ვაგრძელებთ კითხვას, სწავლას წმინდა მამების გამარტებით. ლუკას სახარება, ახალი აღთმა, ლუკას სახარება თავი მე-10. და ჩვენ ვიწყებთ პირველი მუხლიდან. ამის შემდეგ აერჩია უფალმა სხვა 70 მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა და თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას. წმინდა იოანე ოქროპირი ასე გამარტავს, მეგობრებო, რომ ქრისტე აგზავნის მოწაფეებს წყვილ-წყვილად, რათა აჩვენოს, რომ ერთობა და ასე ვთქვათ, თანამშრომლობა ქადაგებაში ჯობს მარტოობას. ორნი ერთად მოწმობენ ჭეშმარიტებაზე, როგორც ძველ აღთმაში არის, ხო, ორი მოწმე იყო საჭირო, ესე იგი, სიმართლის დასადასტურებლად. კირილე ალექსანდრიელი ამბობს, რომ 70 მოწაფის გაგზავნა სიმბოლურად მიუთითებს მთელ ეკლესიაზე, რომელიც მთელ სოფლიოში გავრცელდება. ხო, უკაცრავად. ასევე მეგობრებო, ისინი არიან ქრისტეს მიერ არჩეულნი, რომლებიც მისი მოსვლისთვის, ესე ვთქვათ, ამზადებენ გზას. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ქრისტე თავისი მოწაფეების გაგზავნით გვიჩვენებს, რომ ღვთის სასუფევლის ქადაგება არის ყოველთვის და ყველასათვის, ვისაც სურს მისი მიღება. ხო, წყვილ-წყვილად გაგზავნა გამოხატავს ასევე სიყვარულისა და თანადგომის მნიშვნელობას. შემდეგი მეორე მუხლი. უთხრა მათ, სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მას ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში. რას ნიშნავს, მეგობრებო, ეს სიტყვები? აი, გრიგოლ პალამა ამბობს, რომ სამკალი არის მთელი კაცობრიობა, ხო, მთელი კაცობრიობა, რომელიც ელოდება ხსნას. მაგრამ მუშაკთა სიმცირე მიგვანიშნებს, რომ ესე იგი ჭეშმარიტი ქადაგებლები, რომლებიც მთლიანად ღვთისნებას ემორჩილებიან, იშვიათია, ხო, იშვიათი. ბასილი დიდი ამბობს, რომ ქრისტე ესე იგი გვიბრძანებს ვევედროთ ღმერთს, რადგან მის გარეშე ვერავინ შეძლებს სასუფევლის მსახურებას. ეს ლოცვა, ეს მეგობრებო, არის გზა, რომლითაც ღმერთი მოგვანიჭებს მისი ნების შესრულების ძალას. ასევე თეოფანე დაყუდებული ამბობს, რომ მომკალთა ნაკლებობა გვახსენებს, რომ ყველა მოწოდებული არის, მაგრამ ცოტანი ირჩევენ მსახურებას სრული თავდადებით. ლოცვა გვჭირდება, რომ ესე იგი ღმერთმა განაძლიეროს მსახურნი. შემდეგი მესამე მუხლი. აგრძელებს ხო უფალი. წადით, მეგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. ქრისტე მოწაფეებს აგზავნის უმანკოებითა და სიმარტივით, როგორც კრავებს, რათა მათმა სიწმინდემ განანათლოს სამყარო, თუნდაც ესე იგი მტრულ გარემოში. ამბროსი მედიოლანელი ამბობს, რომ კრავები მგლებს შორის მიგვანიშნებს, რომ ქრისტეს მსახურნი სიმდაბლითა და მშვიდობით უნდა იქადაგონ. მშვიდობით და სიმდაბლით, ხო, მიუხედავად მტრებისა, რომლებიც მათ გარს შემოახვიეთ. იოანე ოქროპირი, ნახეთ, ქრისტე გვაჩვენებს, რომ მისი ძალა სრულდება სისუსტეში.
მოწაფეები თუმცა ანუ ქრისტე გვაჩვენებს და ხეთ ქრისტე გვაჩვენებს რომ მისი ძალა სრულდება სისუსტეში. იოანე ოქროპირი ამბობს რომ ასევე მოწაფეები თუმცა სუსტნი არიან ღვთის მადლით გაიმარჯვებენ ყოველგვარ ტრობაზე. შემდეგ ვაგრძელებთ მეგობრებო მეოთხე მუხს. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს და ნურავის მიესალმებით გზაში. ხო, ანუ გზაში მისალმების აკრძალვა არის იმის ნიშნებელი, რომ მოწაფეები მთლიანად მისიის შესრულებაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებულნი და თავიდან აიცილონ, ესე ვთქვათ, ყურადღების გაფანტვა. თეოფილაქტე ბულგარელი ამბობს, მეგობრებო, რომ ქრისტე მოწაფეებს ასწავლის სიმარტივესა და მოგრძალებას, ისინი არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი მატერიალურ ნივთებზე, რადგან ღმერთი თავად მოუვლის მათ. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით, მშვიდობა ამ სახლს. და ჩვენც მეგობრებო, როდესაც შევდივართ, ახლა ეს თქვათ, მივდივარ სტუმრად ოჯახში, პირველად ხო უნდა შესვლისთანავე უთხრათ, ესე იგი ბინაში, ოთახ სახლში, თუ სადაც შევდივართ სახლში, უნდა უთხრათ მშვიდობა აქა. ხო? ანუ ნახეთ, მშვიდობის მისალმება არის ქრისტეს მშვიდობის გადაცემა, რომელიც მხოლოდ ღვთისაგან მოდის. ეს არის ლოცვა, რომ გნებავთ ლოცვა, ხო, რომ ღმერთის მადლით დაისადგუროს ამა თუ იმ სახლში, სადაც შედიხართ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, მოწაფეები როგორც ქრისტეს მსახურნი მშვიდობის მაუწყებლები არიან. ეს მშვიდობა არის სულის განწმენდისა და ღმერთის სასופელოთან მიახლოების სიმბოლო. ასევე კირილი ალექსანდრელი ამბობს, რომ მშვიდობის მისალმება გამოხატავს ქრისტეს ნებას, რომ მისი მოწაფეები მშვიდობის მატარებელნი იყვნენ, რაც სამყაროს სოდვისაგან განწმენდას ნიშნავს. შემდეგი ვაგრძელებთ მეექვსე მუხლიდან. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა. თუ არა და თქვენვე დაგიბრუნდებათო. ეს უფალი ეუბნება, ხო? ანუ ძე მშვიდობისა არის ის, ესე იგი, ვისი გულიც მზადა მიიღოს ქრისტეს სიტყვა. თუ ასეთი ადამიანი არ არის, მოწაფეების ლოცვა არ იკარგება, არამედ ღმერთთან ბრუნდება. ანუ ნახეთ, იოანე ოქროპირის თქმით, ქრისტე გვასწავლის, მეგობრებო, რომ ჩვენი მსახურება არ უნდა იყოს დამოკიდებული სხვის მიღებაზე. თუ ჩვენი მშვიდობა არ მიიღება, ასე ვთქვათ, ხო? ის მაინც ღვთის წინაშე რჩება. შემდეგი, იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაც აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვათ სახლიდან სახლშიო. ესე ქრისტე მოწაფეებს ასწავლის, რომ იყვნენ კმაყოფილნი იმით, რაც მიიღეს, რათა თავიანთი სიმდაბლითა და მოგზალებით გამოავლინონ ღვთის ნება. ხო? ნუ სახლიდან სახლში გადასვლის აკრძალვა ეს მიგვანიშნებს, რომ მოწაფეებმა თავი აარიდონ ამაოებასა და მიწიერი სიკეთეების ძიებაში. თეოფანე დაყუდებული ამბობს, მეგობრებო, რომ გამარტავს უბრალოდ, რომ მოწაფეებმა უნდა ისწავლონ ღვთის განგებულებაზე დაყრდნობა და მივენდოთ ჩვენ უფალს, რომ მათი მსახურება არის სულიერი და არა მატერიალური ჯილდოს ძიება. შემდეგი უფალი აგრძელებს, თუ რომელიმე ქალაქში მიხვალ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ, მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. მერვე მუხლი ნახეთ, ჯერ გამარტოთ, გრიგოლ პალამ ამბობს, რომ მოწაფეებმა უნდა მიიღონ ის, რაც მათ შესთავაზეს, რათა აჩვენონ, რომ მათი, ესე იგი, მიზანი არა ქვეყნიური სიამოვნება, არამედ ღვთის სიტყვის გავრცელებაა, ხო? ქრისტეს მოწაფეებს ასწავლის,
ქრისტე მოწაფეებს ასწავლის, ხო, რომ იყვნენ თავდაბლები და არ განსაჯონ ის, რაც მათ შესდავაზეს, რადგან ყველაფერი ღვთისგანაა, ხო? ყველაფერი ღვთისგანაა. სნეულთა განკურნება, ჩვენ რომ წავიკითხეთ, ხო, ეხლა მე-9 მუხლის სნეულთა განკურნება არის ნიშანი იმისა, რომ ღვთის სასუფეველი მოახლოვდა. ანუ ეს სასწაულები, მეგობრებო, ხდება ქრისტეს ძალით და რათა ხალხმა დაიჯეროს მისი ღვთაებრიობა. განკურნება არა მხოლოდ სხეულის, არამედ სულის განწმენდასაც გულისხმობს, მოწაფეები ხალხს ღმრთის მადლისაკენ მოუწოდებენ. შემდეგი, ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ, მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი. ეს სხვადასხვა ბუკლარათაც ასე აკეთებდნენ ებრაელები, რომ იმის ესე ვთქვათ, რომ აი წარმართს რო შეხვდებოდნენ, ან თქვათ სახში შევიდოდნენ, საერთოდ არ შედიოდნენ, მაგრამ თუ ესეთი სიტუაცია იქნებოდა, აი ესე იბერტყავდნენ, ესე იგი სანდლებს თუ რაც ეცვათ მაშინდა, რომ ესე იგი იმის მანიშნებად, რომ აი არაფერი არ გვინდა წარმართის, მტვერიც კი არ გვინდა, რომ წამოიღოთ, ესე იგი წარმართისგან. რა თქმა უნდა, აქ სულიერი და სიმბოლური უпростоრად მნიშვნელობა და გამარტებაც და არსებობს, ანუ მტრის ჩამობერტყვა სიმბოლური ჟესტია, რომელიც მიგვანიშნებს, რომ მოწაფეები თავისუფლდებიან ყოველგვარი კავშირისგან იმ ქალაქთან, რომელმაც უარყო ქრისტე. ასევე ჟესტი არის გაფრთხილება, რომ ღვთის სასუფეველის უარყოფა მძიმე შედეგებს მოიტანს განკითხვის დღეს. შემდეგ, გეუბნებით, აგრძელებს უფალი, გეუბნებით, განკითხვის დღეს სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის. ესე იგი, განკითხვის დღე განსაკუთრებით მძიმე იქნება მათთვის, ვინც ნახა ქრისტე და სასწაულები, ხო, მაგრამ მაინც უარყო უფალი, ხო, მაინც უარყო იგი. ასევე ქრისტე გვაფრთხილებს, რომ ღვთის სიტყვის უარყოფა, ესე იგი, უფრო დიდი სასჯელია, ვიდრე ძველი აღთქმის, თქვა, ცოდვები, რადგან ახლა ღმერთი თავად გამოცხადდა. შემდეგი, მე-13. შეგახსენებთ, ეს არის ახალი აღთქმა ლუკას, მე-10 სახარება და ვაგრძელეთ მე-13 მუხლიდან. ვაი შენ და ქორაზიმ, ვაი შენ და ბეთსაიდა, რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რახანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ. ქორაზინი და ბეთსაიდა ესე იგი უარყვეს ქრისტე, მიუხედავად იმისა, რომ მისი სასწაულები ნახეს, ეს გვაჩვენებს, რომ ღვთის მადლის უარყოფა გულის სიჯუტით გამო ხდება. ტიროსი და სიდონი, თუმცა წარმართები, ანუ ქალაქები იყვნენ, უფრო მეტად მიიღებდნენ ქრისტეს, რადგან მათი გული ნაკლებად იყო გამაგრებული, ასე ვთქვათ. რაც ნიშნავს ძაძა და ნაცარი, ანუ ძაძა და ნაცარი სინანულის სიმბოლოა, მეგობრებო. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ვასწავლის, რომ სინანული ღმრთის მადლის მიღების გზაა. შემდეგი, ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული ჯოჯოხეთამდე დაემხობი. რას ნიშნავს ეს, მეგობრებო? ანუ კაპერნაუმი, სადაც ქრისტე მრავალი სასწაული აღესრულა, თავისი ამპარტავნებითა და უარყოფით თავს იხმობს, ხო, იმხობს. ხო, ანუ ნახეთ, ზეცამდე
ზეცამდე ანუ ამაღლება ნახეთ მიგვანიშნებს ღვთის მადლზე მიგვანიშნებს რომელიც კაპერნაუმს ეძლევა მაგრამ ჯოჯოხეთამდე დაცემა მათი უარყოფის შედეგია უარყოფის ასევე ზემოთ წავიკითხეთ ამპარტავნების და სიამაყის რომელიც არის ნამდვილად ეს სულის კიბო არის ეს ამპარტავნება და სიამაყე იოანე ოქროპირი ასევე გვეუბნება რომ ქრისტე გვაფრთხილებს რომ ღვთის მადლის უგულებელ ყოფა ამაღლებულსაც კი დაემხობა თუ ის სინანულს არ ესე იგი არ მოინანიებს შემდეგ თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს ხოლო ვინც მე უარმყოფს უარყოფს ჩემს მომავლინებელს მოწაფეების მსმენელი მიიღებს ქრისტეს რადგან ესე იგი ისინი მისი სახელით საუბრობენ უარყოფა კი ღმრთის ესე იგი უარყოფას ნიშნავს ასევე კირილე ალექსანდრელი გვეუბნება რომ ქრისტე გამარტავს უბრალოდ რომ ქრისტე თავის მოწაფეებს თავის წარმომადგენლებად აგზავნის მათი უარყოფა ნიშნავს მეგობრებო მოკლედ თავად ღმერთი ღვთის უარყოფას ქრისტე გვაჩვენებს რომ მისი მოწაფეების მსახურება ღვთის ნების განხორციელება ვინც მათ უარყოფს ღვთის ნებას ეწინააღმდეგება შემდეგი მე-17 მუხლი 70-ნის სიხარული დაბრუნდნენ და თქვენს უფალო ეშმაკნიც კი გვმორჩილებინ შენი სახელით განგვემორჩილებიან ხო ესე იგი მოწაფეების სიხარული გამომდინარეობს იმ ძალაუფლებიდან რომელიც ქრისტე მიანიჭა მათ ეს ძალა ღვთისაგან მოდის მეგობრებო ეშმაკების მორჩილება მიგვანიშნებს რომ ქრისტეს სახელი ყოველგვარ ბოროტებაზე ძლიერია რა თქმა უნდა გრიგოლ პალამა ასევე გამარტავს რომ მოწაფეების სიხარული ღვთის ძალის გამოვლენა რომელიც ესე იგი მათ მისიის შესრულებაში ეხმარება ვაგრძელებ დაუთხრა მათ ვხედავდი სატანას ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან აჰა მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დადრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა და ვერაფერი გავნებთ თქვენ ესე იგი სატანის დაცემა ელვასავით მიგვანიშნებს ქრისტეს ძალაუფლებაზე რომელმაც გაანადგურა ბოროტების ძალა ჯვარზე ესე ვთქვათ ჯვარზე მან თავისი სიკვდილი მოკლა და ცხოვრება ესე იგი ჩვენ გარდავდივართ გაიღო ესე იგი 60 დღის კარები და ჩვენ გადავდივართ ესე იგი ანუ ადამიანის სული არის უსასრულო და ესე იგი იქ არის ადამიანი იბადება რომ გარდაეცვლოს და გარდაეცვლება რომ დაიბადოს და ჩვენ ესე იგი გადავდივართ ღმერთმა ყველა აცხვნოს და ყოფოს უფალთან გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს რომ ეს ხილვა მიგვანიშნებს რომ ქრისტეს მისიის დაწყებით სატანის ძალაუფლება დაემხო შემდეგი აჰა რომ ამბობს ხო მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დადრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა და ვერაფერი გავნებთ თქვენ ესე იგი გველები და მორიელები სიმბოლურად ეს მეგობრებო გამოხატავს ეშმაკის ძალებს ქრისტე მოწაფეებს ანიჭებს ძალაუფლებას რომ გაანადგურონ ეს ბოროტება ქრისტეს მიერ მიცემული ძალაუფლება მიგვანიშნებს ასევე რომ ღვთის მადლით მორწმუნეები დაცული არიან ყოველგვარი ბოროტებისაგან რა თქმა უნდა ჩვენ თუ ესე იგი გვაგვრწმენა ვლოცულობთ ესე იგი ვეზიარებით ვიღებთ ეკლესიის საიდუმლოებში მონაწილეობას და ასე შემდეგ ეს ძალაუფლება არის მეგობრებო ღვთის მადლის გამოვლენა და ესე იგი რომელიც მოწაფეებს იცავს და აძლიერებს მათ მისიაში შემდეგი მაგრამ ის ნუ გახარებთ რომ სულები
გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში. აი, ესე იგი ქრისტე მოწაფეებს ასწავლის, რომ ნამდვილი სიხარული რამ ქვეყნიური ძალაუფლებიდან, ესე იგი არამედ ღვთის სასუფეველში მონაწილეობიდან მოდის. სახელების ცაში ჩაწერა ნიშნავს, რომ მოწაფეები ღვთის მარადიულ სასუფეველში არიან მიწვეულნი. ანუ მეგობრებო, ქრისტე გვახსენებს, რომ ჩვენი მიზანი, ესე იგი არის ცხონება და არა ამ ქვეყნიური რაღაც სასწაულები და სიამოვნებები და რაღაც გართობები და ასე შემდეგ. შემდეგი ვაგრძელებთ 21 მუხლიდან. მაშინ გაიხარა იესონ სული და თქვა: გაღიარებ მამაო ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ. რას ნიშნავს ახლა მეგობრებო ეს სიტყვები? ანუ ჩვილ ბალღები არიან, ვინ არიან? არიან ისინი, ვინც თავდაბლობითა და უბრალოებით იღებენ ღვთის ჭეშმარიტებას. ხოლო ბრძენი ამოებით სავსე გონებით უარყოფენ. ასევე ნახეთ, ქრისტე განადიდებს, ხო, მამას, რადგან ღვთის სიბრძნე, ხო, გამოცხადებულია მათთვის, ვისაც გულის სუფთა აქვს, ხო, ვინც არის უბრალო და არა რაღაც ამპარტანული და ქედმაღლური და ესე იგი ასე შემდეგ და ასე შემდეგ, გასაგებია, ხო. ანუ უბრალოება უსურს უფალს, ჩვენ ის უყურებს ჩვენ გულს და უბრალო, ასე ვთქვათ, გულწრფელად უბრალო თავდაბლები უნდა ვიყოთ. ხო, იმიტომ რომ პირველ რიგში ვიბერებ ქრისტე ჩვენ გულებს უყურებს. გულს უყურებს და არა ვთქვათ ჩვენი გარეგნულ რაღაცას და ესე იგი ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გასაგებია, ხო? ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ვინ არის ძე გარდა მამისა და არც ის ვინ არის მამა გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს გამოცხადებას. კირილე ალექსანდრელი წერს: ქრისტე აცხადებს, მეგობრებო, თავის ღვთაებრიობას, რადგან მხოლოდ ღმერთს შეუძლია იცოდეს ღვთის საიდუმლოებანი, ხო? მისი გამოცხადება მადლის საჩუქარია. ნუ ძისა და მამის ურთიერთცნობა მიგვანიშნებს სამების ერთობაზე. ძე ყველაფერს მამისაგან იღებს, რადგან ისინი ერთი არსობაა. ქრისტე გვაჩვენებს, მეგობრებო, რომ ღმერთის შეცნობა მის მიერ ხდება და ის, ვისაც ძე გაუცხადებს, მიიღებს ღვთის საიდუმლოებას. შემდეგი მიუბრუნდა მოწაფეებს და განცალკევებით უთხრა: ნეტარ არიან თვალნი, რომლის ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ. მოწაფეები ნეტარნი არიან, რადგან ხედავენ ქრისტეს, ღვთის ძეს, რაც მრავალი წინასწარმეტყველისთვის მიუწვდომელი იყო. ხო, გრიგოლ პალამა ამბობს, რომ ქრისტე გვაჩვენებს, რომ მისი მოწაფეები განსაკუთრებულ მადლს იღებენ, რადგან ისინი ხედავენ ღვთის განხორციელებას. წარმოიდგინეთ ახლა ძველახტმიდან, როგორც უდიდესი, ესე იგი წინასწარმეტყველები, ხო, როგორც იერემია, დანიელი, ესაია, ხო, როგორ უნდათ ესე იგი ეხილათ, მაგრამ ესე იგი ვერ მოასწეს, ხო? აი იოანე ნათლისმცემელმა, ესე თქვა, დაინახა, ხო, ფიზიკური თვალებით იხილა ქრისტე, ხო, მონათლა. და აგზელებს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდათ ეხილათ ის, რასაც თქვენ ხედავთ და ვერ იხილეს, და ესმინათ ის, რასაც თქვენ ისმენთ და ვერ ისმინეს.
და აჰა ერთი რჯულის მოძღვარი წამოდგა და საცდუნებლად უთხრა მას მოძღვარო რა უნდა ვქნა რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე ნუ ეხლა აქ ესე იგი თქვენ იცით რომ ყოველთვის მოდიან ეს სადუკეველები, ფარისევლები, წინდობრები ყოველთვის რაღაც ჩამჭრელ ესე ვთქვათ, მათი აზრით კითხვებს უსვავენ, მაგრამ ნუ როგორი მარაზმია, საერთოდ სიტყვა არ მოიძებნება, როგორ შეიძლება რომ ესე იგი რაღაცაში გამოიჭიროს სიტყვაში ან კანონში ის, ვიც თვითონ დაადგინა ეს კანონები, ესე იგი ვიც შემოქმედი სამყაროს მთლიანად და ამ შემთხვევაში ეხლა ეს ერთ-ერთი ესე თქვი რჯულის მოძღვარი წამოდგა და ესე იგი საცდუნებლად როგორც წერია აქ ეუბნება რომ რა გავაკეთო რა ვქნაო რომ ესე იგი დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლეო ხო ანუ ეს რჯულის მოძღვარი ცდის ქრისტეს მაგრამ მისი კითხვა მაინც ესე იგი ღვთისნების გაგებას ეწოდება ქრისტე ამ კითხვას იყენებს ჭეშმარიტების გამოსაცხადებლად ხო ხარ ასე უნება ნახეთ უფალი უთხრა მას უბრალოდ ისე კითხება რა წერია რჯულში როგორ ამოიკითხა ესე იგი ხოლო მან პასუხა თქვა გასაგებია ხო ეხლა ანუ ეს ეკითხება რა არის ყველაზე ესე იგი რა წერია რჯულშიო ანუ ქრისტეს ეკითხება რა წერია რჯულში რა არის ყველაზე ესე ვთქვათ რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლეო რა გავაკეთო ამისთვის და 27 მუხლიდან ვაგრძელებთ უფალი ნახეთ რა შეუნება ხოლო მან პასუხა თქვა გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი წარმოიდგინეთ როგორი მცნება ხო ჩვენ დღეს მოყვასი კი არა ესე იგი ისე გაქვავდა ადამიანის გული რომ მეგონი ოჯახის წევრებიც არ გვიყვარს და ნათესავი და რაღაც საუბრობ მოყვაზე. ისე არის გაქვავებული დღეს გული. ღმერთმა ყველას მიცეს სიტყვა და სინანული და სიყვარული. კარგით, ანუ ნახეთ ეს სიტყვები რას ნიშნავს? ღვთის სიყვარული და მოყვასის სიყვარული ორი მთავარი ცნებაა, მეგობრებო, რომელიც მთელ რჯულს ასრულებს. აი წარმოიდგინეთ, აი მთელი რჯული ძველ აღთქმაში რაც არის, ამ ორ კანონზეა ცნებაზე უბრალოდ დამოკიდებული. ანუ მოყვასის სიყვარული ღმერთის სიყვარულის გარეშე შეუძლებელია, რადგან ღმერთი თავად არის სიყვარული. ეს მცნებები ღვთის სასუფეველის საფუძველია, მეგობრებო. მათი შესრულება გვაძლევს საუკუნო სიცოცხლეს. ახლა რას პასუხობს ის რჯულის მოძღვარი? უთხრა მას სწორად მიპასუხე, ეგრე მოიქეცი და ცხონდები. უბრალოდ ხო და ქრისტე ხას უსვავს ნახეთ რომ ცოდნა არ არის საკმარისი, ჭეშმარიტება ცხოვრებაში განხორციელებით ხდება, ხო? უბრალოდ ეს ქრისტე მოპასუხა ბოდიში რომ სწორად მიპასუხეო, ესე იგი ეგრეთ მოიქეცი და ცხონდებიო, ხო? ანუ ქრისტე მიგვანიშნებს რომ სწორი ცოდნა მხოლოდ მასში ხდება ცხონების გზა, როცა ის ქმედებაში აისახება და არა ისე რომ ესე იგი ვიცოდე და იქ რაღაც უსმენ და უბრალოდ მოусმენ და უბრალოდ და ესე იგი არაფერს არ გააკეთებ, არ განახორციელებ ცხოვრების პრაქტიკაში, ესე თქვა. გრიგოლ ნოსელი ამბობს, რომ ღმერთის მცნებების შესრულება არის გზა, რომელიც საუკუნო სიცოცხლისკენ მიგიყვანს. შემდეგი. ხოლო მან თავის გასამართლებლად კითხა იესოს. კი, მაგრამ ვინ არის ჩემი მოყვასიო? აი, ვინ არისო ჩემი მოყვასიო?
მიუგო იესომ და უთხრა მას. ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა. იერიხონი მეგობრებო არის ყველაზე ძველი ქალაქი მთელ პლანეტაზე. იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დააჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალ მკვდარი დააგდეს. შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია. არა, გაიარა გვერდიც. ასევე ერთმა ლევიტელმაც ჩამოიარა იქვე, დაინახა და გვერდი აუქცია. მერე ერთმა გზად მიმავალმა სამარიტელმა ჩამოიარა, სამარიტელი ესე თქვა მათი გაგებით და ასე იყო, ეს იყო სექტა, ანუ კლასიკური სექტა იყო იუდაიზმში და არ იყო ესე იგი ახლოსაც არ ეკარებდნენ სამარიტელებს, ხო? ჩამოიარა, დაინახა და შებრალა იგი, მივიდა ზეთითა და ღვინით მობანაჭრილობები და შეუხვია თავის სახედარზე შესვა სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა. ხოლო მეორე დღეს გამგზავრებისას ამოიღო 2 დინარი, მეფუნდრუკეს მისცა და უთხრა, მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, აკეთობას გადაგიხდიო. როგორ გონია ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი, ვინც ხელთ ჩაუვარდა ყაჩაღებს? მიუგო ის, ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ და უთხრა მას იესომ, წადი და შენს ასევე მოიქეცი. აი მეგობრებო, ქრისტე რჯულის მოძღვარს აჩვენებს, რომ მოყვასის სიყვარული მოქმედებაში ვლინდება. სამარიტელის მაგალითი გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი მოწყალება გამურჩევლად ყველას მიმართ უნდა გამოვიჩინოთ. რა მნიშვნელობა ის ქართველია, ინდოელია თუ ჩინელია თუ კორეელია თუ რა ვიცი, ვინც არის. ანუ იესოს სიტყვები წადი და შენს ასევე მოიქეცი, რას ნიშნავს ეს მეგობრებო? ეს ნიშნავს და მოგვიწოდებს, რომ სიყვარული არა მხოლოდ სიტყვებით არის, არამედ საქმით გამოვხატოთ, ხო? რათა ღვთის ნება აღვასრულოთ, როგორც წმინდა წერილში წერია ეპისტოლეში იოანე ბრძანებს, ესე იგი საქმე უკაცრავად რწმენა საქმის გარეშე მკვდარია, ხო? ჩვენ გავივით ამასაც, რა თქმა უნდა, ღვთისწყალოდ. შემდეგი 38 მუხლი. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთი სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი. მართას სტუმართმოყვარეობა გვაჩვენებს მის სიყვარულს ქრისტეს მიმართ, მეგობრებო, ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გავხსნათ ჩვენი გული ღმრთის მისაღებად და მართა თავისი სახლის გახსნით უბრალოდ გამოხატავს მსახურების სულს, ხო, რომელიც აუცილებელია ქრისტეს მიღებისთვის, თუმცა მისი ზრუნვა მიწიერ საქმეებზე გვაჩვენებს, რომ ღვთის სიტყვა უფრო მაღლა დგას. შემდეგი 39 მუხლი. ამ ქალს ჰყავდა და სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას. უკაცრავად მარიამის მაგალითი გვასწავლის, მეგობრებო, რომ ღვთის სიტყვის მოსმენა უმაღლესი მოწოდებაა. ის ირჩევს სულიერ საზრდოს მიწიერ ზრუნვაზე მაღლა. ასევე გრიგო პალამაგვეო ამბობს, რომ გამარტავს, რომ მარიამი ქრისტეს ფერხთით ჯდომით გამოხატავს თაყვანისცემასა და თავდაბლობას, რაც ღვთის საიდუმლოთა შეცნობის გზაა.
მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ. მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუ თუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა და მარტო მე მომანდო მასპინძლობაო. უთხარე ხელი შემაშველოსო. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ, მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მასო. ესე იგი მარიამის ეს იყო ბოლო მუხლი, მეგობრებო, 42 მუხლი. ესე იგი მარიამის მიერ არჩეული უკეთესი წილი ხო არის ღვთის სიტყვის მოსმენა, მეგობრებო, და თაყვანისცემა, რაც მარადიულია და არასოდეს ეს თქვათ ტარეხოცება. ასევე ქრისტე გვასწავლის, მეგობრებო, რომ ღვთის სიტყვის მოსმენა და მისი ნების შესრულება ერთადერთი, რაც ჭეშმარიტად საჭიროა ცხონებისთვის. და ბასილი დიდი გამარტავს, რომ მარიამის არჩევანი გვაჩვენებს, რომ სულიერი ცხოვრება, ესე იგი, რომელიც ღვთის შეცნობას ეძღვნება, ყველა მიწიერ საზრუნავს აღემატება. მეგობრებო, ყველა მისმენდით უფალმა შეგიწიროთ და ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, მოგცეთ მეტი სიყვარული, თავდაბლობა, რწმენა. აპატიეთ ხალხს, მიუტევეთ, აკეთეთ სიკეთე, გაიღეთ მოწყალება და ილოცეთ, ჩააბარეთ, რაც შეიძლება ხშირად ახსარება და ეზიარეთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ღვთის წყალობით გავაგრძელებთ შემდეგ თავს. მადლობა, გაიხარეთ.